დროშის დღეს აღნიშნავს. 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ 2012 წელს გამოცხადდა და წელს უკვე მე-14 აღინიშნება. ულოცავ დღევანდელ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად იმისა, სად იმყოფება ახლა ის, რა სტატუსით იმყოფება თუ როგორც, განურჩევლად რჯულისა და ეთნიკური წარმომავლობის absolut ყველას ულოცავ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს. სახელმწიფო სიმბოლო ეს გახლავთ ის სიმბოლო, რომელიც აერთიანებს საზოგადოების ყველა წევრს. უნდა აერთიანებდეს და ის არის აბსოლუტურად ყველასთვის უნდა იყოს სახელმწიფო სიმბოლო. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ სოციალისტური სახელმწიფო ვიყავით, ხო, ჩვენი იდენტიფიცირება ხდებოდა უფრო დააკვირდით რა, იგივე სპორტის სახით. მოდით ესე ვთქვათ რა, სპორტში იყო მისი ასახვა. და დღეს უკვე ყველა სპორტსმენისათვის თუ ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც უცხოეთში დაუშვათ მოღვაწეობს, ყველასთვის აბსოლუტურად ქართული დროშა არის მისი იდენტიფიცირების მთავარი ნიშანი რა. აი ყველას გინახიათ ხო ეს მხარზე მოგდებული და გინდა სტადიონზე ან ნებისმიერ ადგილას სადაც ხდება ხოლმე. ეს არის ქართული სულის და ქართული გენის ყველაზე მთავარი გამოხატულება. საქართველოს სახელმწიფოს 5-ჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა, თუმცა მას თითქმის 700 წლიანი ისტორია აქვს. მამუკა გონგაძის თქმით, საქართველოს სახელმწიფო დროშის არსი იმ ქრისტიანული ცივილიზაციის წიაღიდან მოდის, რომლის განუყოფელი ნაწილიც ჩვენი ქვეყანაა. დროშა მხოლოდ ეროვნული ატრიბუტი არაა, ის გერბთან ერთად ჩვენი იდენტობისა და მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურის ვიზუალური გამოხატულებაა. ჩვენი დროშა და ჩვენი გერბი არის საკმაოდ მაღალი დატვირთვის მქონე, საკმაოდ ძველი, შეგვიძლია დროშაზე ვთქვათ, რომ ევროპაში ერთ-ერთი უძველესი დროშა გახლავთ და თავისი მნიშვნელობით ის მოდის იმ ცივილიზაციიდან, ქრისტიანული ცივილიზაციიდან, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით დღემდე. სახელმწიფო სიმბოლიკის და ჰერალდიკის მეცნიერული კვლევისა და პოპულარიზაციის მიზნით 2012 წელს ჟურნალი ჰეროლდი პირველად გამოიცა. ჟურნალი წელიწადში ერთხელ იბეჭდება და მკითხველს მნიშვნელოვან ინფორმაციას აცნობს. საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე თავისი ჰერალდიკური, მატერიალური, ესე ვთქვათ, ღირებულებები ჰქონდა, რომელიც ბევრმა არ იცოდა. იყო კიდე ესეთი შემთხვევები, რომ აი რაღაცა გამოსახულებები დაუშვათ, რომელიც ჰერალდიკური გამოსახულებები იყო, ეს შუა საუკუნეების იქნებოდა, თუნდაც ანტიკური ხანიდან მოყოლებული ნიშნები, ხო, არასწორი წაკითხვა ხდებოდა. ერეკლეს ცნობილი ხელმოწერა გიორგიევსკის ტრაქტატზე, სადაც 3 ყანწი არის გამოსახულიო. აი ეასოები, ერეკლე, როდესაც დაიწერა, ეასოები არის ცოტა მუქად, ესე ვთქვათ, და მართლა რო შეხედავთ, თითქოს ყანწს გავს რა, ესე ვთქვათ, და აი ესეთი წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ერეკლეს ხელმოწერის დროს ჰქონდა ეასოები ყანწის ფორმით გამოსახული. ამ დროს სინამდვილე არის ის, რომ ეს ეასოები არის ბიბლიური დავითის ქნარის ფორმის და არა ყანწის ფორმის. და რატო იყო დავითის, ესე ვთქვათ, ეს ქნარის ბიბლიური დავითის ქნარის ფორმის? იმიტომ რომ თვითონ ბაგრატიონებს აქვთ ესეთი ლეგენდა, რომ ისინი ბიბლიური დავითისა და სოლომონის ხორცეებში დავამალულები და აი ამას აღნიშნავდნენ. მოკლედ ჰერალდიკაში აი ესეთი რაღაცები აღინიშნება და საჭირო იყო ამის ყველაფრის სწორად წაკითხვა. ამან გამოიწვია სწორედაც ის, რომ ჟურნალი უნდა შექმნილიყო, სადაც დაიბეჭდებოდა სწორედ აი ესეთი სტატიები ამ მიმართულებით, რომელსაც გაეცნობოდა საზოგადოება და არა მარტო ფართო საზოგადოება, არამედ თვითონ სამეცნიერო წრეებიც უბრალოდ უკვე სწორი კუთხით შეხედავდნენ. დღეს სახელმწიფო სიმბოლიკის და ჰერალდიკის დეპარტამენტის შენობაში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ჟურნალ ჰეროლდის რიგით მე-12 ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ამასთან ერთად პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნება კრებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები 1918-1921 და ალბომი საქართველოს შუა საუკუნეების ევროპულ პორტოლანებზე, სადაც მე-14-მე-17 საუკუნეების საზღვაო რუკებია თავმოყრილი.